დღეს არის 22 ნოემბერი და სიტუაცია არის ესეთი. ტესტებს ვატარებ, უბარტყობა მაქვს შექმნილი. ანუ 26-ში დავამწყდიე დედა. 26 ოქტომბერს. რო გავტესტე ესე იგი ფუტკარი იყო 156, 14 ტკიპა, 8.9 დატკიპიანება და ბარტყი ამოსასვლელი. მერე სრული უბარტყობა იყო 18 ნოემბერს. ტესტი ჩავატარე. ფუტკარი 246, 15 ტკიპა, 6.1 დატკიპიანება, მჟაუმჟავა შევაბოლე. 4 დღე არის გასული. დღეს განმეორებით ტესტს ვატარებ. 22 ნოემბერი განმეორებით ტესტი, ფუტკარი 172, 15 ტკიპა ამოვიდა, ანუ 8.7 დატკიპიანება. ანუ ეხლა რატომღაც მეტი მოუწია ტკიპას ჩავარდნა. წინა გატესტვასთან შედარებით ტკიპების რაოდენობამ აიწია რა. შესაძლებელია მაშინ ნაკლები ჩავარდა, ანუ აქ ფაქტიურად ვაფშე არ იმუშავა რა მჟაუმჟავის შებოლება. ეგრე გამოდის, საერთოდ ანუ არ დაიწია მაჩვენებელი, პირიქით აიწია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა ანუ დაემატა. შეიძლება განმეორებით ტესტზე ის ანუ ამაზე მეტი ამოსულიყო, რა ქვია, ტკიპა. ხო და შესაბამისად ჯავამ ვერ იმუშავა აქ. ეხლა ნუ სეტკი ანძირია ეგ. ჟავას კარგავ. ეხლა აქ იყო 26-ში დედა დავამწყდიე. ტესტი ჩავატარე 168 ფუტკარზე, 14 ტკიპა ამოვიდა, 8.3 იყო დატკიპიანების დონე. შემდეგ 18 რიცხვში სრული უბარტყობა, ტესტი 213 ფუტკარზე, 14 ტკიპა, 6.6 დატკიპიანება, მჟაუმჟავა შევაბოლე. დღეს განმეორებით ტესტი მე-4 დღეა გასული. 131 ფუტკარზე 6 ტკიპა, 4.6 დატკიპიანება. აქ ცოტათი არის დაწეული რა, ანუ 2%-ით დაიწია. რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ანუ არ არის რა, კაროჩე ვერ მუშაობს ფაქტიურად. ეხლა აქ ამაკ 18-ში მანამდე ტესტები არ მქონია. 18-ში ტესტი, სრული უბარტყობა, 127 ფუტკარზე 4 ტკიპა, 2.9 არის დატკიპიანების დონე, შედარებით დაბალია და ვაბოლებ რულავით, რომელსაც აქვს 2026 წლამდე ვადა. განმეორებით ტესტი დღეს. ფუტკარი 215 ტესტში, სპირტის ტესტში, ტკიპა არც ერთი 0, ანუ 0 დატკიპიანება. ეხლა საინტერესო თემაა აქ 25 ოქტომბერს 25 ოქტომბერს დავამწყდიე დედა, მიწერია რომ ფუტკარია საშუალო მდგომარეობაში, ეს არ გვაინტერესებს და 4 ნოემბერს მივედი, ტესტი ჩავატარე. 134 ფუტკარზე 29 ტკიპა ამოვიდა, დატკიპიანების დონე არის 21.6. ეს არის ანუ 4 ნოემბერს ეს. ამის შემდეგ ვაბოლებ აქ მჟაუმჟავას, არ მიწერია, მაგრამ ვაბოლებ მჟაუმჟავას 4 ოქტომბერს. მოვდივარ და ანუ ჩამოყრილი მხდება ტკიპები და 6 ოქტომბერს ვაბოლებ რულავით, რომელიც არის 2026 წლამდე ვადა. და მე განმეორებით ტესტს ვატარებ 18-ში 18 ნოემბერს. და ანუ სრული უბარტყობა 150 ფუტკარზე 2 ტკიპა ამოვიდა, 1.3 დატკიპიანების დონე. ანუ რულავიტი, რომელიც 2026-მდე აქვს ვადა, ეგ გამოვიყენე
6 ოქტომბერს მე მგონი 6 იმას რა ქვია ნოემბერს და მანამდე გამოვიყენე 4 ნოემბერს მჟაუმჟავა, რომელსაც არა აქვს ეფექტი ისეთი. აქ აჩვენა რომ ანუ არ მუშაობს ისე რა. და ამ ხელა დონის დატკიპიანება ჩამოდის 1.3-ზე. ანუ 21.6-დან ჩამოდის 1.3-ზე. ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა მაგიმან, რა ქვია, რულავიტმა, რომელიც 2026-მდე აქვს რა, ვადა. ეხლა უყურე, აქ. აქაც ამაქვს ტესტი 18-ში, 18 ნოემბერს, სრული უბარტყობა 193 ფუტკარზე 8 ტკიპა არის ამოსული, 4.1 არის დატკიპიანება და რულავიტი მაქვს შებულებული, რომელიც 2027 წლამდეა ქვადა რა. ეხლა უყურე რა მოხდა. 22 ისა დღევანდელი დღე რა, ნოემბერი. ფუტკარი 132 ფუტკარია ჩაგდებული, 3 ტკიპა ამოვიდა, 2.2 დატკიპიანების დონე. ანუ 4.1-დან ჩამოწია 2.2-მდე ამ რულავიტმა. ანუ ეს რულავიტიც ვერ მუშაობს, რომელიც არის 2027 წლამდე ვადა, რომელსაც აქვს. ფაქტი სახეზია, ანუ შედეგები მაქვს ესეთი. ტკიპა, ანუ სრული უბარტყობაა, გასულია, კარუჩე 4 დღე, გამოყენებული მაქვს, ანუ ამიტრაზის შებოლება და ანუ ფაქტიურად გაანახევრა რა. 50%-იანი შედეგი დადო ამან, რომელსაც 2027-მდე აქვს. აქ იყო 4.1 დატკიპიანება და აქ იყო მართალია შედარებით ნაკლები 2.9, მაგრამ ყველაზე მეტი ფუტკარი აქ ჩავყარე და ვაფშე არაფერი არ ამოვიდა რა. აი, რულავიტი 2026 წლამდეა ქვადა, აი ეს ამაქვს გამოყენებული, რომელმაც კარგი შედეგი დამიდო რა. დანარჩენმა არც მჟაუმჟავამ და არც რულავიტმა, რომელსაც 2027 წლამდე აქვს ვადა, შედეგი არ დამიდო. აი, ფუტკარს ხოცავ ბევრს, მაგრამ მაინტერესებს, რომ მივაგნო რა არის მიზეზი რა. როგორია ეხა შენ იყენებ იმას რაღაცა რულავიტს, თქვათ, და სრული უბარტყობა გაქვს და ფიქრობ, რომ 90-95%-იანი შედეგი გაქვს და აგერ გამოვიდა, რომ არის 50%-იანი შედეგი. იმიტომ რომ 4.1-დან 2.2-ზე ჩამოწია დატკიპიანების დონე. რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელი არის რულავიტისთვის, მაგრამ აქ 2026 წლამდე რომელსაც ვადა ქონდა, ხო? აი 2.9-დან ჩამოწია ვაფშე 0-ზე რა. 215 ფუტკარი 0 ტკიპა, 0% დატკიპიანება, მაშინ 127 ფუტკარი 4 ტკიპა იყო. აჰა, აქ ცოტათი მეტი იყო მაშინ. 8 ტკიპა იყო 193 ფუტკარზე, 4.1, ანუ 1.1-ით იყო მეტი. აქ, მაგრამ აჰა, ვერ იმუშავა,